კესანებით მოჩითულ სცენაზე ლაღად და თამამად პატარა კესანები, მომღერალი გოგო ბიჭები შემოხიალდნენ და კონცერტიც დაიწყო. კონცერტის თამამი განაცხადი იყო ის, რომ პატარები სიმღერებს ცოცხლად, ინდივიდუალურად ხანაც პედაგოგთან და პარტნიორთან დუეტში, ხმებში გაშლით, სუფთად და გემოვნებით ასრულებდნენ. კონცერტის კონფერენცია მათი პედაგოგი ფოტინე მასწავლებელი იყო, რომელიც თითოეულ ანსამბლის წევრს სიყვარულით, ინდივიდუალურად გვაცნობდა. ბავშვთა ვოკალური სტუდია კესანები ფოტინე გორდელაძის ძალისხმევით და მონდომებით სოფელ ლიხაურში, ამავე სკოლის ბაზაზე შეიქმნა. ქოლგა, თოლია, შემოდგომა, ძილისპირული, წიგნი. ეს არასრული ჩამონათვალია იმ სიმღერებისა, რომელიც კესანებმა მაია ჩხეიძის ავტორობით შეგვისრულეს. სცენაზე დგომის კულტურით, პარტნიორის შეგრძნებით, სუფთა ვოკალით და სასიამოვნო ჟღერადობით გამორჩეული ბავშვები სცენაზე პედაგოგთან ერთად მაქსიმალურად დაიხარჯნენ. ხელმძღვანელისვე გადაწყვეტილებით სიურპრიზად პატარები მისივე ხელნაკეთი თოჯინებით დასაჩუქრდნენ. ემოციური დღეა განსაკუთრებულად. შენ მადლობა, შენ, იმიტომ რომ ბავშვებთან, გულწრფელობასთან მაქვს და ნამდვილთან მაქვს ურთიერთობა. ყავს დიდთა ჯგუფი, იცით, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა ასეთ ბავშვებთან იდგეს სწორად და ასწავლოს სწორად სიმღერა და რაც მთავარია საბავშვო. თუ ჩვენ ნაბიჯ ძალიან ბევრ ამბავს მოუყვებით ჩვენს გულხურვალე მსმენელს და გულშემატკივრებს და მე ვარ დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი, იმიტომ რომ ჩემი დიდი ოცნება ახდა და მე მყავს კესანები. მადლობა მათ ამისთვის და მადლობა ყველას, ვინც გაიზიარა ჩვენი დღევანდელი ლამაზი დღე. პირველ რიგში დიდ მადლობას გადაუხდი ფოტინეს და მეორე ის რომ ლიხაურში ნიჭიერი ბავშვები არიან, ეს არ ახალია. ცოცხლად შესრულებული რომ იყო ეს კონცერტი, ეს არ ვიცი, ძალიან დიდი პლუსი იყო ყველასთვის და მე უფრო ვღელავდი ვიდრე ეს ბავშვები, რომლებიც ასე ინდივიდუალურად პატარები იდგნენ სცენაზე. სულ ესეთი ლაღები ყოფილიყო, სულ ესეთი ბედნიერები. წარმატებას უსურვებ ფოტინე მასწავლებელს, თავის აღსაზრდელებთან ერთად ლიხაურის სკოლას და მრავალი წარმატებული ახალგაზრდა ყოლოდეს საქართველოს. როცა ბავშვები ღერიან, ამაზე უკეთესი ხმების მოსმენა საერთოდ არ შეიძლება, მაგრამ დღევანდელი დღე იყო გამორჩეული, იმიტომ რომ ღეროდნენ ჩემი სკოლის მოსწავლეები, ჩემი მოსწავლეების შვილები, ალბათ მომავალი ჩემი მოსწავლეებიც, არაჩვეულებრივი ხმებით, თითქმის უშეცდომოდ, თავისუფლად, ლაღად იდგნენ სცენაზე ფოტინე გორდელაძის კესანები. ისეთი ბედნიერი ვარ, ემოციებისაგან სავსე. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ყველაზე შვენიერი, ყველაზე კაშკაშა კონცერტი, რომელიც მე ოდესმე მომისმენია. მოგვიანებით კონცერტის შემდეგ ფოლკლორის საგამოფენო სივრცე ლიხაურელი მოსწავლეების, რომელთა შორის კესანებიც არიან, გამოფენას დაეთმო. პედაგოგ ნინო ჭელიძის სწავლებითა და მონდომებით მოლბერძზე პატარა მხატვრების საინტერესო კომპოზიციები იყო წარმოდგენილი, სადაც ფერთა ახმა და მხატვრობის სიყვარული იგრძნობოდა. საერთო ჯამში კი ლიხაურელმა ბავშვებმა და მათმა პედაგოგებმა ხელოვნების მიმართულებით თავიანთი მოგრძალებული, საინტერესო და დასამახსოვრებელი სიტყვა თქვეს. ეს ბავშვები გარდა სიმღერისა ეუფლებიან ხატვას და ხელოვნებას ლიხაურის კულტურის სახლში.
ხატვის წრე გავხსენი დაახლოებით 7-8 თვის წინ და ეს წარმოდგენილი ნამუშევრები არის 6 თვის ნამუშევარი. ნუ ჩვენ მქონდა გრანდიოზული გამოფენა ლიხაურის ცენტრში და აქ არის მეოთხედი ნაწილი წარმოდგენილი, რომლებიც მღერიან, მხოლოდ იმათი ნამუშევრები და უნიჭიერესი თაობაა ლიხაურში. ფოტინეს კესანები და ჩემი ფერადები, აი ასე უწოდებ მე ამათ და მერტმა უმრავლოს არა მარტო ლიხაურს, არა მარტო საქართველოს მთელ დედამიწას, ბავშვები, ბედნიერი, ლაღი, ფერადი ბავშვები.